რატომ ჩაესვენა ყველა იმ იმპერიის მზე, რომელიც საქართველოს დამორჩილებისკენ ისწრაფოდა, ჩვენი ქვეყანა და ერიკი ამდენი ქარტეხილის მიუხედავად მაინც მყარად დგას და ცოცხლობს. რა უხილავი ძალა იცავს ამ მიწას და რა კავშირშია ეს ყველაფერი წმინდა გრაალის საიდუმლოსთან? საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს უძლიერეს იმპერიები, საიდუმლო ორდენები და არქეოლოგები ეძებდნენ საგანს, რომელიც მფლობელს აბსოლუტურ ძალაუფლებასა და უკვდავებას მიანიჭებს. რა მოხდება თუ კაცობრიობის ყველაზე ძვირფასი საგანძური, რომელსაც მარადიული სიცოცხლის მინიჭება შეუძლია, რეალურია და ის არა ევროპის ძველ ციხესიმაგრეებსა თუ ვატიკანის საიდუმლო სასავებში, არამედ პირდაპირ კავკასიის მთების წიაღში, საქართველოში არის შენახული. გადმოცემის თანახმად წმინდა გრაალი არის ბარძიმი, რომელიც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის დროს გამოიყენა. მოგვიანებით კი მასში მაცხოვრის წმინდა სისხლის შეაგროვეს. მეორე ვერსიით გრაალის ფენომენი მხოლოდ ფიზიკური თასით არ შემოიფარგლება. არსებობს ცნობილი თეორია, რომ წმინდა გრაალი სამეფოს სისხლს ნიშნავს. ამ ვერსიით გრაალი არის ქრისტეს გენეტიკური წმინდა შთამომავლობის ხაზი. თუ ამ თეორიას დავეყრდნობით, ყველაზე თვალსაჩინო და ოფიციალური დასტური ამ სამეფოს სისხლისას სწორედ ბაგრატიონთა დინასტიას უკავშირდება. ქართული საისტორიო ტრადიციითა და კვლევებით ბაგრატიონები ბიბლიური ისრაელის მეფის დავითის პირდაპირი შთამომავლები და შესაბამისად იესო ქრისტეს მიწიერი ნათესავები გამოდიან. ეს უნიკალური გენეალოგიური სტატუსი მათ სწორედ ამ სამეფო სისხლის ანუ ცოცხალი გრაალის მატარებლად აქცევს. ამავდროულად არსებობს დიდი ალბათობა, რომ თავად ფიზიკური თასიც საქართველოში ინახება. ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იყო ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი სიწმინდეების საიმედო თავშესაფარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი სწორედ აქ საქართველოში არის დაბრძანებული. როდესაც ტამპლიერები ქრისტიანული რელიქვიების გადარჩენას ცდილობდნენ, მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ძლიერ ქართულ სამეფოსთან. ერთ-ერთი ვერსიით წმინდა გრაალი საქართველოში სწორედ დავით აღმაშენებლის პერიოდში აღმოჩნდა და დღემდე ხვამლის მთის იდუმალებით მოცულ გვირაბებსა და საიდუმლო ოთახებში ინახება. ამ ყველაფერს დრამატულობას მატებს ის ფაქტიც, რომ საუკუნეების განმავლობაში არაერთი უცხოური ორგანიზაცია და საიდუმლო ორდენი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ხვამლის მთის მიმართ. არსებობს საიდუმლო ისტორიები დაკარგულ ექსპედიციებზე და უცნაურ მოვლენებზე, რაც თან სდევდა ადამიანთა მცდელობებს შეეღწიათ ხვამლის მთის წიაღში. რა იცოდნენ მათ ისეთი, რაც ჩვენთვის დღემდე უცნობია და რატომ თავდებოდა მათი მცდელობები ყოველთვის წარუმატებლად? თითქოს თავად მთა ეწინააღმდეგებოდა მათ. საბოლოო ჯამში სიმართლე ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე უბრალო ლეგენდა. ხვამლის მთის უძველესი ლაბირინთები და ბაგრატიონთა სამეფო გენეალოგია მიგვანიშნებს, რომ საქართველო არ ყოფილა ისტორიის განმავლობაში ერთი ჩვეულებრივი ქვეყანა. ის იყო უდიდესი რელიქვიების მთავარი მცველი. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა წმინდა გრაალი და სად ინახება ის ახლა?